გამარჯობა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ტრადიციულად ყოველ პარასკევს 10:30-ზე სტუდიარვიდან მე გოჩა ჯოჯუა გესაუბრებით და გავყვეთ ისევ ძველ ტრადიციას. პირველი დაახლოებით 9 საათი ალბათ ვეცდები იმას, რომ ჩემი საკუთარი აზრი ჩამოგიყალიბოთ იმ მოვლენებთან, რა მოვლენებიც ხდება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ჩვენს ქვეყნის გარეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ქვეყნის განვითარებაზე, რა არის მოსალოდნელი საერთოდ ეს მოსაზრებები ალბათ თითოეულ ჩვენგანს გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი შეხედულებები გვაქვს, ამ ჩვენ შეხედულებებს ვადრით ხოლმე მერე თქვათ ისაც სატელევიზიო ეთერიდან, სოციალური ქსელიდან ინფორმაცია მოგვეწოდება, ამას გვინდა თუ არ გვინდა, ზოგჯერ ვაანალიზებთ, ზოგჯერ არც ვაანალიზებთ, მაგრამ გავლენას რომ ნამდვილად ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე, ეს კი ნამდვილად არის, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანზე აისახება. ადამიანი გვინდა არ გვინდა ემოციური არსებაა, მასზე მოქმედებს როგორც კარგი, თუ კი მის გარშემო გარემო კარგი მუხტით არის დამუხტული, მაშინ რასაკვირველი ადამიანის განწყობაც კარგია, ეს განწყობა მერე აისახება თითოეული ადამიანის ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, სამსახურში ურთიერთობაში, ქუჩაში ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე, თუ განწყობა ცუდია, ესეც რასაკვირველია უკვე უარყოფითად აისახება ხოლმე და გვინდა არ გვინდა ვართ დაძაბულები. ზოგმა ადამიანმა ისიც კი მოახერხა, რომ ამბობს, რომ საერთოდ ტელევიზიას აღარ უყურებ, აღარ სოციალურ ქსელში შევდივართ, ანუ ადამიანები ცდილობენ იმ უარყოფით მუხტს, რომელიც გარედან მოდის, რაღაცნაირად თავისი რაღაც ან ფარი ან რაღაც ჯავშანი რაღაც აღმართოს ისეთი, რომ ფილტრაცია გაუკეთოს ხოლმე, ხო? ამიტომ მე ვეცდები, რომ უარყოფითი ნაკლებად მოვიტანო, თუმცა ხანდახან არის ხოლმე, რომ რაღაც საკითხებში მეც ჩვეულებრივად ემოციები მაქვს, მე ჩვეულებრივად ადამიანი ვარ და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ამ ემოციებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის ხოლმე სასურველი, ხანდახან ზედმეტ ემოციაში გადამდის ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩამოვაყალიბო. ანუ რაზე გვინდა რომ დღეს ვისაუბროთ, ხო? მე არ მინდა პასუხები გავცე თქვათ იმ შეკითხვებს, რომელიც შეკითხვებით საზოგადოებაში ტრიალებს, მე მინდა უბრალოდ მათი ჩამოყალიბება მოვახერხო. ანუ დღეს უკვე როცა ამას პოლიტიკოსები ვამბობდით ხოლმე, რომ სათამაშო პოლიტიკურ ველზე ვართ, ხშირად ამბობდნენ, რომ რატო ხმარობენ ხო ამ სიტყვას, ან როცა ხმარობდით ისეთ სიტყვებს, როგორიც ბიზნესშია ხოლმე ხო, თქვათ რაღაცა ვაჭრობა, ან თქვათ გარიგება, იყო ითვლებოდა რაღაც ცუდ ტონად ხოლმე. დღეს უკვე ეს დამკვიდრდა ჩვეულებრივ, იმიტომ რომ ქვეყნის და თანაც ისეთი ქვეყნების ლიდერები ხმარობენ უკვე ამ სიტყვებს, რომლებიც მსოფლიოში გინდა თუ არ გინდა, გსურს ეს თუ არ გსურს, მაგრამ პოლიტიკურ ამინდსაც ქმნიან და ეს პოლიტიკური ამინდი მე თითოეულ ადამიანის ოჯახზე აისახება ხოლმე. აქედან გამომდინარე, რა კოზირები აქვს ჩვენს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, ამას გინდა დაარქვი, ვისაც არ მოსწონს და ამბობს, რომ არ ვცნობ ლეგიტიმურად დე-ფაქტო ხელისუფლებას, ვისაც მოსწონს და ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ეს ხელისუფლება ზის იმ პოლიტიკურ მაგიდასთან, რომელ მაგიდასთანაც სხვა ქვეყნის ლიდერებიც ხედან და მათთან უწევს პოლიტიკური თამაში და ეს პოლიტიკური თამაში მოიგებს, ქვეყანა იგებს, წააგებს, ქვეყანა წააგებს, ხო? არ მინდა იმ ადამიანებს დავემსგავსო, რომლებიც ხანდახან ამბობენ ხოლმე ზედმეტ მოლოდინებს წარმოქმნიან. ეს მოლოდინები ხან დადებითია, ხან უარყოფითია, რომ აი ახლა თუ წავაგეთ, დამთავრდა ყველაფერი, მთავრდება არაფერი არ მთავრდება, ამ ქვეყანას უარესები გაუვლია, ამ ქვეყანას საერთოდ სუვერენიტეტი არ ქონია. ხშირად იმასაც აიცინა, იმაზე ვიყავით მე და ბატონი გიორგი ლომია, ერთ-ერთი შემოვიდა მაყურებელი და ან მსმენელი და მან თქვა, რომ აი არ შემდგარი სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს ტერმინები ხშირად გვესმის ხოლმე, ხო, რომ აი სააკაშვილმა ჩაიბარა არ შემდგარი სახელმწიფო და მე ეს სახელმწიფოთ აქცია. სახელმწიფო შედგა მაშინ, როდესაც აი 31 მარტი მოდის, როცა რეფერენდუმი ჩატარდა, ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება იმისა, რომ და სხვათა შორის არა მარტო ქართველ ხალხს, როცა ვამბობ, გულისხმობ მე აქ მაცხოვრებელ ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო არჩევნებში, რეფერენდუმში მონაწილეობა, სხვათა შორის მაშინ აფხაზეთმაც, ცხინვალმაც მიიღო მონაწილეობა და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ გადაწყდა ის, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა. ახლა არ შემდგარი შეიძლება უწოდო ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც აქვს
პრობლემები. ჩვენ შემდგარი ქვეყანა გავხდით მაშინვე. ოღონდ ვერ გამოვიყენეთ, ვერ შევძელით და 30 წლის მანძილზე იმ სათამაშო მაგიდასთან, რომელთანაც უნდა დამჯდარიყავით, ვერც გარეთა ურთიერთობებში დიდ წარმატებებს ვერ მივახციეთ, თუმცა რასაც მივახციეთ, მადლობა ამისთვის, ყველა იმ პოლიტიკურ თაობას, ვინც მოიტანა ეს დამოუკიდებლობა, ვინც შეძლო მერე ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, თუნდაც ტერიტორიები, რომელსაც ვერ ვაკონტროლებდით, მე ეს ტერიტორიები თანდათან უკონტროლო ტერიტორიებიდან საერთოდ აგერ უკვე რამოდენიმე სახელმწიფო მცნო, მათ შორის ყველაზე მტკივნეული რაც არის ეს ცნო, ყველაზე ჩვენმა დიდმა მეზობელმა, რომლის შემადგენლობაშიც წლების მანძილზე ვიყავით, 10 წელიწადების მანძილზე ვიყავით. შეიძლება ვთქვათ 100 წელიწადებსაც თუ კი ჩავთვლით იმას, რომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ვიყავით, შემდგომ ამ იმპერიის მოდერნიზაცია მოხდა, საბჭოთა კავშირის სახე მიიღო, საბჭოთა კავშირის და იმპერიას როცა ვამბობ ადამიანებს ზოგს გინება გონიათ ხოლმე იმის არ იყოს იმპერია, ჩვენც ვიყავით იმპერია, საქართველოს ქონია ეს დღეები, როდესაც იმპერია ვიყავით და კავკასიაში კი არა, ახლო აღმოსავლეთში და მაშინდელი ახლო აღმოსავლეთი შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ცენტრი იყო, იქაც კი ჩვენ გავლენებს ვახდენდით, ხო? აქედან გამომდინარე, იმ მოდერნიზებულ იმპერიაში კიდევ უფრო უკეთესი, ასე ვთქვათ, პირობებით რასაკვირველია, ვიდრე ვთქვათ, ყველა დანარჩენში ერთის გარდა, სამწლიანი პერიოდი, რომელმაც იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუცია გარკვეულწილად დაეყრდნო სწორედ 18-21 წლის აი თავისუფალი საქართველოს, სუვერენული საქართველოს იმ დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ჰქონდა მიღებული, თუმცა იქვე ჩავწერეთ, რომ რასაკვირველია მრავალწლიანი და 100 წლებით სახელმწიფო გამოცდილებაზე, ისტორიულ გამოცდილებაზე იყო ეს ყველაფერი აგებული. ამას იმიტომ ვამბობ, იმიტომ შევახსენეს უყველას, რომ ქვეყანა ვართ და ვიქნებით. დიდ თურქობა გვაქვს გავლილი, როდესაც ფაქტობრივად, არ ვიცი იმის აღწერა, ვინცაც ოდნავ მაინც აქვს შეხება, თქვათ, ისტორიასთან, ან თქვათ, გადმოცემებთან, ისტორიულ ნაწარმოებებთან, ფილმებთან, ყველა ვიცით რა მდგომარეობაში ვიყავით, ხო? როცა ფაქტიურად აი დავითის მთელი, ასე ვთქვათ, სიდიადე სწორედ იმაშია, რომ მან შეძლო ასეთი ტიპის ქვეყნიდან, რომელსაც ქვეყანად სახელმწიფოც კი აღარ ერქვა, შეიძლება ითქვას, განადგურებული იყო მთლიანად, მოახერხა და შექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც თელს აღმოსავლეთში ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, ხო? და მე შემდგომ უკვე თამარის ეპოქა, როცა ფაქტიურად მართლაც უკვე იმპერია ვიყავით, როცა ჩვენს გარშემო შეგვეძლო გავლენა იმხელა გქონდა, რომ ჩვენს გარეშე მართველები და ხელმწიფეებიც კი არ ინიშნებოდნენ, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ის სამშობლოს არ ვისწავართმევთ და გასაგებია, ეს სამშობლოს არ ვისწავართმევთ შინაგანი ენერგიის ერთ-ერთი მომენტი იყო, რომ ნურბინ შეგვეცილება, მირლანდიელმაც როცა დაწერა, ხო, კაცი ვარ და ქუდი მხურავს, რომელიც ქართულ ცნობიერებაში ისე ჩაჯდა, რომ ზოგ საერთოდ ქართული გონია, ხო, ეს ლექსი, ასე აქვს ნაბრძოლები, პატარა ერებისთვის ება ეს თორე. სინამდვილეში, როცა გქონდა საშუალება, რასაკვირველია, კიდევ ამბობ, გავლენაც დიდი გქონდა, აბა ის განჯისკარები არავის არ უჩუქებია ჩვენთვის, ხო, ესე იგი მივედით, ავიღეთ განჯა, ჩამოხსენით და წამოვიღეთ, ხო? ასევე იყო ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობაში, სადაც კი შეგვეძლო, როცა კი შეგვეძლო მაშინ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი იმპერიებზე როცა ლაპარაკი და იმპერიები იყო და იყო ყველაზე დიდი იმპერია მსოფლიოში, ეს იყო ბრიტანეთის იმპერია, რომელიც დედამიწის, რა ვიცი, თითქმის ნახევარს ფლობდა და თანაც 4-ვე ოკეანეზე ის იყო გამაგრებული და მეორე მსოფლიო ომამდე ინარჩუნებდა ამას და მეორე მსოფლიო ომის მერე შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გახდა, ოღონდ სრულიად მოდერნიზებული სახით და მან პირიქით ინგლისს დააშლევინა იმპერიები, აიძულა რომ გაენთავისუფლებინა, ხელი ასე მოაწერეს მეორე იმის ფრონტის გახსნა მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობით მოხდა. ინგლისმა ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის მერე თუ ვინმე დაკარგა ყველაფერი, დაკარგა ინგლისმა, თუმცა კიდევ ამბობ, ჭკუა ეყო. საღად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ და დაკარგვა იმ ფორმატში გააკეთეს და ისე გააკეთეს, რომ ნაკლები ზიანი მიეღოთ და ფაქტიურად შეინარჩუნეს გავლენა, თქვენ წარმოიდგინეთ, ინდოეთში დღესაც სახელმწიფო ენაა თითქმის ინგლისური, იმიტომ რომ ამ ენაზე, იმიტომ რომ სხვა ენა ერთიანი, თქვათ, ამი გვებერთელა ინდურ სამყაროში, 1 მილიარდიან სამყაროში და მეტში, ფაქტიურად ესეთი ერთი ენა არ არსებობს, ხო? რომელიც იმიტომ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ ისინი
სხვადასხვა ეთნოსები არიან გაერთიანებული და აქედან გამომდინარე დაიტოვეს არა მარტო ენა, არამედ დაიტოვეს ძალიან ბევრი რამე, რაც ინგლისისგან კარგი შეიძლებოდა აეღოთ. ცუდს ნამდვილად ცუდიც ჰქონდა, ნუ რავი იწყეს ის კაპიტანი ნემო იმ ფრანგმა, იმიტომ დაწერა სწორედ ის თუ გაიხსენებთ იმას, იქაც კი ბრძოლა ფრანგი და ინგლისელი სულ ეჭიდავებოდა ერთმანეთს, ეს დიდი ხნიდან მოდის, როგორც კი პირველი ფრანგული სახელმწიფო ჩამოყალიბდა იმ პერიოდიდან, იმიტომ რომ ინგლისელებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ტახტი, ასე ვთქვათ, მათ ემართათ და ჟანა დარკი რომ არა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებს წაართმევდნენ კიდევაც ყველაზე მთავარ სხვა სუვერენის რაც მთავარი ნიშანია ხო სამეფო ტახტს. ეს მათ შორის ევროპაში ეს ჩვეულებრივი ბრძოლაა, ჭიდაობა, რომელიც გამოძახილები დღესაც არის. რასაკვირველია, ისტორია არ არის ის საყრდენი, რომელზედაც ახალი ურთიერთობებისთვის განსაზღვრელია, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენია იმისი, რომ გახსოვდეს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, ვისთან ქონდა ურთიერთობა და თანამედროვე ფორმაში როგორ გადაიყვანოს. ინგლისელებმა თანამედროვე ფორმაში გადაიყვანეს და დღესაც აგერ თქვენ ხედავთ, რომ დიდი გავლენა აქვს ინდუეთზეც და ინდუეთსაც აქვს, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად პრემიერ-მინისტრი ინდუელი ყავდათ, ლონდონის მერი პაკისტანელია, პაკისტანელი ვიცით, რომ მუსულმანი მეთი რა ქვია, ეთნიკურად იგივე ხალხია თითქმის, მაგრამ რწმენა აქვს სხვა და მათ შორის სხვათა შორის ამის გამო მუდმივად იყო დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტები, ომები იყო, ისე ძალიან სისხლისღვრელი ომებიც კი აქვს გადატანილი ერთმანეთთან ამ ურთიერთობაში, ხო? ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ დღესაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ადეკვატურად არ ვუყურებთ ხოლმე მოვლენებს. იგივე ვთქვათ, აი ჩვენი მაყურებლისთვის მაგალითად ალბათ ზელენსკის ის მოქმედება, როდესაც ის ტრამპთან აღმოჩნდა, სწორედ ამ ინერციის გაგრძელებაზე იყო მინიშნება, რომ ეგ სცენარი დამთავრდა. ის რაც იყო ბაიდენის დროს და ამასთან ბევრი სუბიექტური მომენტებიც გარდა ობიექტურისა ახლდა, ხო? იმიტომ რომ მისი მოწინააღმდეგე იყო და ნებისმიერი ადამიანი, რაც არ უნდა დიდი სახელმწიფოს მართველი იყოს, ადამიანია, ადამიანური თვისებების მატარებელია, მეტნაკლებად ზოგი ერევა ამას, ზოგი ვერ ერევა, ზოგს ეს ასე ვთქვათ, შესამჩნევად აქვს ხოლმე და თქვა ტრამპს ეხლა შესამჩნევად აქვს ის, რომ ბაიდენთან ჭიდაობის ეს პერიოდი ჯერ კიდევ ინერციით მოყვება და ამიტომაც იყო, რომ ბაიდენის პროექტი ხარ, ხო, ფაქტიურად ეგ უთხრა, ბაიდენის პროექტში იყო ის, რომ შენ იმ როლს თამაშობდი, რომელ როლსაც გასრულებინებდნენ და შენ იმ როლში ისე შეიჭერი, რომ ჩემთან იგივე როლით, იგივე ტანსაცმლით, იგივე ანტურაჟით, იგივე ყველაფრით მოხვედი და ვერ მიხვდი იმას, რომ დამთავრდა ეგ პერიოდი. ამას რატო ვამბობ? ეს ინერცია ხშირ შემთხვევაში ჩვენც აგვჭირს ხოლმე ადამიანებს სასურველს თქვა თუ კი სხვისას ის ვის მიმართაც ჩვენი განწყობა ისეთია რომ გვინდა რომ დავინახოთ ხედავთ შეცდომა რა აქვს მაგრამ თუ განწყობა ისეთი გვაქვს რომ შეცდომის დანახვა არ გვინდა იგივეს თუ აკეთებს ოღონდ სხვა პიროვნება და იგივედაც ვერ აღვიქავთ ხოლმე ხანდახან იმიტომ რომ ეს განსაკუთრებით ჭირთ ხოლმე ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა სწორედ აი იქითა პოლუს იმიტომ რომ ორ პოლუსად ხედავთ დღეს საქართველოს და დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა არ ფიქრობენ ისე როგორც ის პოლუსების მართავი ადამიანები, მაგრამ სხვანაირად ჯერ ვერ ჩამოყალიბდა და ჯერ კიდევ ვერ დაიყო, ჯერ ვერ მოხერხდა ის რომ გავლენა ისეთი დიდი აქვს იმ ადამიანთა ჯგუფებს, ხო, რომლებიც შეიძლება ითქვას რომ ესე ნაცქოცურად გაყოფილ საზოგადოებას, რომელიც თითქოს დაიყო, თითქოს მოხერხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს ერთი ნაწილი მაინც მეორეს იგივეთ აღიქვავს. ისევე როგორც ის ნაწილი მეორე ნაწილსაც იგივეთ აღიქვავს. თუმცა შიგნით რასაკვირველია დაყოფა დიდი ხანია დაწყებულია და თანდათანობით რაც უფრო მეტად დაიყოფა, ქვეყნისთვის უფრო უკეთესი იქნება. აი ამ იმაში ამბობენ ხოლმე ის ნაწილი სწორედ აი რომ როგორ შეიძლება სააკაშვილის და სხვათა შორის ორივე პოლუსში არსებობს ეს პოლუსის ასე ვთქვათ ამ ძირითად ბირთვებს შორის. როგორ შეიძლება სააკაშვილის და ივანიშვილის შედარება, ხო? ამას ერთი მხარეც ამბობს და მეორე მხარეც ამბობს. ორივე მხარეს ეს წარმომადგენლები, როცა ამ დროს მე შეიძლება ვხედავდე, არის რაღაცა კუთხე, პრიზმა, სადაც რასაკვირველია ვერ შეადარებ, მაგრამ არის კუთხე, სადაც ძალიან ბევრი მსგავსებებია. ისევე როგორ შეიძლება შეადარო სტალინი და თქვათ ჰიტლერი ერთმანეთს, ხო? სრულიად განსხვავებული ტიპაჟები არიან, თუმცა როგორ არ შეიძლება შეადარო ორივენი ერთნაირი სოციალური ფენიდან წამოსულები არიან. ორივემ ერთნაირად გაიარეს და იცოდნენ რა იყო გაჭირვება, რა იყო შიმშილი, რა იყო მათ
თავისით გაარღვიეს და ავიდნენ უმაღლეს ეშელონში, როცა მათ დაიწყეს ქვეყნის მართვა. და არა მარტო თავიანთი ქვეყნის მართვა, არამედ მოახდინეს გავლენა მთელ მსოფლიოზე, ხო? და თანაც ტიპაჟები რამდენად შეიძლება ითქვას მართვის სტილით, ძალიან ბევრი რაღაცით შეიძლება ერთმანეთს მიამსგავსო კიდევაც, საბოლოო ჯამში შედეგობრივი თვალსაზრისითაც, თუმცა რასაკვირველია პოლარული განსხვავება, ისევე როგორც ორი პოლუსი, ხო? ჩრდილოეთ პოლუსი და სამხრეთ პოლუსი. ვიღაცისთვის, რა ქვია, ალბათ დიდი ნაწილისთვისაც რომ დაგანახოს უბრალოდ აი ეს არის ჩრდილო პოლუსი და გითხრან ჩრდილო პოლუსია ვერც გაარკვევს სამხრეთისგან, იმიტომ ორივე მხარეს ყინულებია, ორივე მხარე ერთმანეთს ძალიან გავს, თუმცა ორი პოლუსია და ძალიან განსხვავებულია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ზელენსკი შეეყარათ ხანდახან იმ ნაწილსაც, რომლებიც დღესაც ახლა ერთ ჭირს, როგორ შეიძლება შეადარო მიშას, რომელმაც მათთვის არის ადამიანი, რომელმაც არ შემდგარი სახელმწიფო, აი ხშირად დავუმე ხოლმე სახელმწიფოს დაამსგავსა და სახელმწიფო გააკეთა და არის რაღაცეები, რაც მართლაც გააკეთა და ამას თუ არ დაინახავ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კარტი, რომელიც ხელში უნდა გეჭიროს, ეს კარტი გამოტოვე და არ გაქვს, იმიტომ რომ როცა მაგიდასთან ჯდები სალაპარაკოთ, რაღაცეები დაგჭირდება. ის რაც შეიძლება ითქვას, რომ კარგი იყო ეს თუ არ აკრიფე შემდეგმა, რომელიც ჯდები და ლაპარაკობ უკვე იმ მაგიდასთან, რომელიც უცხოელებთან გიწევს, მეზობლებთან გიწევს, მტრებთან, მოყვრებთან, პარტნიორების სხვადასხვა ინტერესებით არიან, ზოგს მეტად აქვს აქტიურად გამოხატული თავისი ინტერესი, ზოგს ნაკლებად აქვს გამოხატული, თუმცა ყველას თავისი ინტერესი აქვს, ხო? და სინამდვილეში საბოლოო ჯამში ყველას ინტერესი მაინც იმაზე არის, რომ მოიგოს. ხო, თვითონ მოიგოს რაღაცა. ოღონდ ზოგი ცივილიზებულია და 50-50-ზეც აწყობს. ზოგი არ არის ცივილიზებული, გინდა თუ არა მეტი უნდა იყოს ჩემი ესე გეთამაშება, ხო? აი ამებთან სათამაშოდ როცა ჯდები, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ისევე როგორც იმ მხარეს, რა ქვია, ქოცების მხარეს, როგორ შეიძლება შეადარო კაცო რას ლაპარაკობ, იქ რო საშინელება ხდებოდა და აბა გაიხსენეთ გდანის ციხეებში, აბა გაიხსენეთ ადამიანი ბევრი რაღაცით რასაკვირველია განსხვავდება და როგორ შეიძლება თქვა, რომ არ არის განსხვავებები და არის. მაგრამ არის საკითხები, რომ ერთმანეთს უკვე ძალიან გვანან და განსაკუთრებით რაში გვანან. აი ეს რაც ახლა დაიწყო რეპრესიულმა მანქანამ მუშაობა. ზუსტად ესე მუშაობდა ეს მანქანა თავის დროზე, როდესაც სააკაშვილის დროს კრიმინალებს, კორუფციონერებს ხალხი ტაშით ხვდებოდა, კაცო შევარდნაძის დროინდელი მეებს დასდებდნენ, სატელევიზიო დაჭერებს უყურებდით და უხაროდა ხალხს. უხაროდა რომ ვიღაცა აი საზღარ კორუფციონერს, რომელსაც ამხელა მილიონები ქონდა შეჭმული, აი ახლა ეს პული წაართვეს. მერე უხაროდა აგერ ხედავ კი თლათ კაცის მოკლა შეიძლება კარგი არ არის, მაგრამ დამნაშავე იყო და აბა რა წინააღმდეგობა გაუწია და დამნაშავეს ესე უნდა მოექცე. ვიღაცებზე აბა რა უნდა დაიჭირო. დღეს ეს მხარე იწყებს იგივე სკეთებას და სანამ ჯერ ჩემიანებს არ ეხება, ძალიანაც მოგწონს. ის კი არა მე მახსოვს რა მისცა ამის საფუძველი, რომ სადამდე უნდა უთმინოთ ამათ რუსთაველზე რო გამოდიან და პროტესტს გამოთქვავენ და გამოდიან ადამიანები. და ჩვეულებრივი რამე უნდა იყოს, იმიტომ რომ გუშინ შენ გამოთქვავდი ასეთ პროტესტს და ხვალე კიდე ვიღაცა გამოთქვავს, კიდე ზეგ და მაზეგ და ეს უნდა იყოს ფორმა, რომ პროტესტს რო გამოთქვავს ადამიანი, ეს პროტესტი ხელისუფლება იმიტომ ხარ რომ გაიგო და ამაზე რეაგირება მოახდინო. დაინახო რომ რაღაცა შესაძლებელი გაქვს. ამის მაგივრად იყო რომ დავერიოთ და მე მოსწონდათ კიდეც, მაგრამ თანდათანობით გამკაცრებას იწყებს ეს მანქანა. დაიწყებენ ახლა ნარკომანების დაჭერას. რატო ჭირდებათ ეს? იმიტომ რომ ჯერ იმათთვის არის. მე მახსოვს კაცო ერთხელ მითხრა იმან რომ ესო ნაცმოძრაობის აი პირველ პერიოდს გეუნებით. რამოდენიმე თვეში წამოვედი იქიდან, მაგრამ რო უთხარი რა შვებით და წინააღმდეგი რო ვიყავი მთელი რიგი ამემისი, რა ქვია, ცვლილებების, იმიტომ რომ ვატყობდი რომ ძალაუფლების კონცენტრირება ხდებოდა. ეგო იმათთვის გვინდაო, კაცო ისინი გვინდაო რომ დავიჭიროთო, თორე ჩვენთვის ხო არ არის. მე თქვი ხო არ გაგიჟდით, კანონი არ იწერება ჩემთვის და იმისთვის. ეს კანონი იმუშავებს, იმიტომ რომ ამ კანონს ყოველთვის ნებისმიერ ჯოხს ორი ბოლო აქვს. ეს დღეს გონია შენ რო ის იქითკენაა მიმართული და ხვალ შენ შემოგიტრიალდება. ზუსტად ესე მოხდა. სანამ ყველას არ შეეხო, მანამდე ვერ იგრძნეს ეს. ასევე შეეხება ყველას თუ არ გაჩერდა ეს პროცესი. და როცა პროცესის გაჩერების რაღაცა პატარა მომენტები გამოჩნდება ხოლმე, ადამიანებს იმის მაგივრად რომ ეს შეაფასონ, რომ სწორად გადადგმული ნაბიჯია, მოწინააღმდეგემ სწორი ნაბიჯი გადადგა. მარტივი მაგალითი, ხო? რექტორმა, იმისი რა ქვია, თეატრალური ინსტიტუტის იმ 10 სტუდენტს შეჩერებული სტატუსის ეს ბრძანება გააუქმა და აღუდგინა და თქვა რომ შევაჩერე. ეს აღქმული ისე კი არ არის რომ კარგი მოხდა. არა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ნახე უკან დაიხია, ეს გააკეთა. ესეთი მიდგომებით, ხო, ესეთ მე მესმის,
რომ ადამიანები, რომლებიც და ძალიან ცოტაა სხვათა შორის ესეთი, უმეტეს შემთხვევაში 99% სწორი შეფასება. ესენი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან და როგორ იქცევენ და ხელისუფლებაში რომ მოვლენ, მაშინ რას იზავენ? ეს განწყობა აქვს იმ მეორე ნახევარს. იქ ამ ნახევარშიც კიდე ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ამ ნახევარშიც ყველა ესე არ ფიქრობს, რომ გინდა თუ არა ასე უნდა ექცეოდეს ხელისუფლება, მაგრამ მათი მოქმედებები, მათი ის რიტორიკა, რაც გამოსჭვივის ხოლმე იმ ლიდერებიდან და მე უკვირთ, რომ რატომ არის, რომ ხალხის რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, რატომ არის, რომ ადამიანების ნაწილი სახლშია დარჩენილი. და ამათ ხშირად ველაპარაკები, სადაც შემიძლია, რა ფორმატში შემიძლია, იმათ ვეუბნები, რომ არასწორად იქცევით. იმიტომ რომ ესე არ შეიძლება ოპოზიციონერების დანიშნა. ეს ოპოზიციონერია, კაცო გახარიას ოპოზიციონერობა, რომ საერთოდ რომ მივეცით უფლება, რომ ოპოზიციონერი ვინ მოგცა შენ იმის უფლება, რომ ადამიანს აძლევდე. ეგ მან გააკეთა, რა ქვია, ივანიშვილმა ესე დანიშნა. რაც მოძრაობა დანიშნა მთავარ ოპოზიციურ ძალად და ნაცებსაც ეს მოსწონთ, რომ ჩვენ რა ვართ ეს მთავარი ოპოზიციური ძალა და დანარჩენებს აქვთ უფლება თუ არა იყვნენ ოპოზიციონერი. ასეთი მიდგომები რო აქვთ, იმიტოა ის რაც ჭირთ და იმიტო არის რომ ბევრი რაღაცა არ იცვლება. ზუსტად ასევე აქით ამ ხარესაც საჭირს, ხო? იქით ამ ხარეს მტრად, აგენტად აღიქვავს უყველას და ებრძვის და ვის ებრძვის? თავის ნაწილს ებრძვის, თავის შვილებს ებრძვის. მომავალ თაობას ებრძვის, უმეტეს ნაწილში ხო მომავალ თაობას ებრძვის. იმ თაობას, რომელიც ხვალინდელი დღეა. მოგწონს ეგეთი თუ არ მოგწონს, არც მე მომწონს, არც მათი მანერა მომწონს, ხშირ შემთხვევაში ნაწილის რასაკვირველია, საუბრის, ჩაცმულობის, მოქცევის, ბევრი რაღაცა არ მომწონს. ბევრი რაღაცა მიმაჩნია, რომ არ არის მთლად კარგი, მაგრამ ამის გამო რახან არ მომწონს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მტერია. ის ჩემიანია, კაცო, მტერი რომ მტერია. მართლა მტერი რომელიც იყო, ისტორიულად ჩემი მტერი რო იყო. დღესაც რო შეიძლება მტერია, იმასთანაც კი არ შეიძლება გქონდეს არა პრაგმატული დამოკიდებულება, რასაც აიხლა ვამბობდი ზელენსკისთან მიმართებაში, თქვა ტრამპმა, რაზეც ის თავის ადგილზე დააყენა. ჩვენც ასე დაგვაყენებს ადგილზე. ჩვენც იგივე გვჭირს აქეთ ამ ხარეს. დამთავრდა მშვიდობისთვის გავიგე 7 წელიწადი დაძაბული სიტუაცია ქონდა, ისე საერთოდ ამბობენ რომ 12-ვე წელიწადი იყო თუ 14-ვე სულ დაძაბული იყო და სულ ომში გვითრებდნენ, მაგრამ ნუ განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, იმიტომ რომ მანამდე ეს რიტორიკა არ იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხლა კი ამბობს ეს ხელისუფლება რომ იძულებული ვიყავითო რომ ჩაგვეწერაო ალბათ რა, ასეთ იმას არ ამბობენ პირდაპირ, მაგრამ კონსტიტუციაში რატომ აღმოჩნდა ჩაწერილი და თანაც ამათმა გააკეთეს და თან ამათმა გააკეთეს მაშინ კი არა, როდესაც თქვათ კოალიციური ხელისუფლება იყვნენ. მაშინ კი არ გააკეთეს, როდესაც თქვათ იგივე ლიბერალური ფრთა, რომელიც შესული იყო მათთან ერთად, ხო? იმიტომ რომ ეს დანარჩენი 6 პოლიტიკური პარტია, რომელიც მთლიანობაში კოალიციით მოვიდა, მაშინ ქართული ოცნება და ეს აქ იყო ალასანიას გუნდი, აქ იყო რესპუბლიკელების გუნდი, აქ იყო ფორუმი, ანუ ისინი, ვინც შეიძლება ითქვას, რომ მედასავლეთეები იყვნენ, ხო? მათთან ერთად როცა იყვნენ, მაშინ კი არ გააკეთეს, საკონსტიტუციო ცვლილებები და კი არ თქვეს, რომ ნატოში და იმაში, რა ქვია, ევროკავშირში, საკონსტიტუციაში უნდა ავსახოთ ეს ცვლილებაო. არა, როდესაც ისინი უკვე მარტო იყვნენ, ესენი სულ ყველა რომ მოიშორეს და უკვე ჩათვალეს, რომ ეხლა ჩვენ ამას რომ გავაკეთებთ, ისინი მერე ამაზე მადლობას იმით გადაგვიხდიან, რომ ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ და ვიყოთ რამდენი ხანიც გაგვიხარდება ის. აღარ არის ეგ, არ ხდება ეს. და სწორედ ამის გამოა, რომ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, რომ მათ უთხრეს, რომ კი ბატონო, გავიგე, რომ ნატოც მოგწონს, ესეც მოგწონს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მოგწონს, ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი ფორმა. იმიტომ რომ სხვაგვარად დასავლეთი, ანუ ეს სამყარო დასავლეთი, რასაც თავის თავს მოიაზრებს, სხვანაირად მას ვერ წარმოუდგენია. და სხვათა შორის ამიტომაც შეიცვალა სააკაშვილს სწორედ ეგ მომენტი ქონდა, რომ გავხდები იგივე, რასაც პუტინი აკეთებდა, ეგ ეგმა ქონდა. გავხდები პრემიერი, პრეზიდენტი იქნება სხვა, რაც გააკეთა პუტინმა თავის ასე ვთქვათ ქვეყანაში და მაშინვე მაშინდელმა ოპოზიციამ სწორედ აი აგენტებს, რა ქვია, აირაის, NDI-ის, იმ IFS და იმ სუყელას, როცა ქონდა პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრას და უყენეთ კი, მაგრამ თუ მიშაზე შეიძლება ამის გაკეთება, მაშინ რატომ არ შეიძლება პუტინზე ამის გაკეთება? თუ იქ იძახით, რომ ეს ყველაფერი თვალთმაქცობაა და სინამდვილეში პუტინი დიქტატურას ინარჩუნებს თავისას, მაშინ აქ საქართველოში როგორ შეიძლება რომ თქვენ ამაზე თვალები დახუჭოთ და მათ თქვენ ესო თქვენ მართლები ხართ. და იქ გადაწყდა მაშინ ეგ ამბავი, რომ ეს აღუნდა წაუღონდ ვინ უნდა ყოფილიყო ეს მომენტი იყო მაშინაც პრობლემა და
ეს ხშირად გვაქვს ხოლმე ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ კოლექტიური მართვის ცენტრი დავანახოთ. და ყოველთვის ისინიც ფიქრობენ ვიღაცა ლიდერი, რომელიც ქართველებს ჭირდებათ. აი პირველი ეს არის, რა ქვია, მცდელობა იმის, რომ კოალიციაზე როცა ლაპარაკი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში მინდა იქ მივიდე, რომ რა კარტებით ჯდება დღევანდელი ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს ელჩი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატებისას ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. რასაკვირველია, რა თუნდა ეხლა იქ დაახლოებით არის მხოლოდ საუბარი, იმიტომ რომ დეტალები არ იყო გახმაურებული, იყო ნათქვამი იმაზე, რომ ამერიკა ელოდება ცვლილებებს, რომელიც საჭიროა სტრატეგიული ურთიერთობების აღსადგენად, მხოლოდ ამ რაკურსში იყო ეს ყველაფერი ნათქვამი. და რომ არ შეხვდეს არ ვიცით, რომ ისინი რას გვეტყვიან? იმიტომ რომ იმ მაგიდასთან კიდევ ამბობ, რომცა ჯდები სალაპარაკოდ, გამაგრებული უნდა გქონდეს ზურგი. ვიღაცა მეტყვის, რომ გამაგრებულია, კაცო 53%-ით აქვს გამაგრებული ზურგი ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეს მიიღო, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმრავლესობა, ანუ დემოკრატია ნიშნავს, რომ 51%-ს, დანარჩენი 49%, ეს 51% მართავს და 49% არის ოპოზიციაში. მაგრამ ეს 49% ამბობს, რომ არა, გააყალბდა ეს არჩევნები. თქვათ არასამართლიანად ამბობს და იტყვილებიან ამას. თუმცა კიდევ ამბობ, ჩვენ პოზიცია გამოვხატეთ, იმიტომ რომ არჩევნები რომ გაყალბდა, ჩვენ იმ 40-ში არა ვართ. ჩვენ ვართ იმათ ნაწილში დაახლოებით 6% გროვდება საბოლოო ჯამში იმ 40-ის გარდა, იმ 4 პოლიტიკური პარტიის გარდა, დაახლოებით 6%-ია, რომელიც ასევე ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები. ხო, ანუ ეს დანარჩენი 46% ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა. და ასეთი შექმნილი სიტუაცია როცა გაქვს, სალაპარაკო მაგიდასთან როცა ჯდები იმათთან და თან ამბობ, რომ ამ 40%-ს მხარს უჭერს დასავლეთი და მათი აგენტები არიან ესენ. ამ კარტით გინდა ეთამაშო იმ სოფლიოში ყველაზე ძლიერ ეკონომიკას, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ ეკონომიკას, რასაც ქვია დასავლეთი, ამ შემთხვევაში უკვე შტატებიც იქ არის და ევროკავშირიც იქ არის. ამათ ეთამაშები ამ კარტით. წაგებული რო ხარ, ხო იცი. მათთან წაგების კომპენსირებას რითი აკეთებ? ტრიალდები მეორე მხარეს და ბრიქსის ქვეყნებთან ვალაგებს სიტუაციას, სადაც ამას არ მთხოვენ. სადაც არ მეუბნებიან ამას, რომ იმიტომ რომ იქ ქვეყნებია, სადაც ამაზე უფრო უარესი შედეგებით არის, ასე ვთქვათ, არჩევნები მიღებული. და ისინი თვლიან, რომ სწორად ჩაატარეს არჩევნები და არც არავინ შიგნით არ ეწინააღმდეგებდა, ერთმანეთსაც არ ეწინააღმდეგებიან. იმათთან ჯდები კარგი კარტით. ოღონდ იმ კარგი კარტით როცა ჯდები იმათთან ამ ნაწილში, დანარჩენ ნაწილში იქითკენ რომ სისუსტე გაქვს და იქით ამ ხარე რომ ჩაჭრილი გაქვს, ის იმათმა არ იციან. ისინი იმათ არ ელაპარაკებიან. ისინი იმათთან ვაჭრობას არ ცდილობენ. არ ცდილობენ იმას, რომ თავიანთი ეკონომიკები უფრო მეტად გაზარდონ და ისინი არ ეცდებიან, რომ შენ რადგანაც იქით ამ ხარე მოშიშვლებული გაქვს ის ფლანგი და არ გეხმარება თავიანთი ეკონომიკური ინტერესები, თავიანთი პოლიტიკური ინტერესები ისე მოგახვიონ თავს, რადგან იციან, რომ იქით ამ ხრიდან არა გაქვს შემხარდაჭერა. და უფრო ადვილი სამართავი ხარ, უფრო ადვილად მოსაგები ხარ, იმიტომ რომ იქაც მოსაგებაც ხედან. იქ არავინ არ ზეს იმისთვის, რომ შენ მოიგო. იქ იმისთვის ხედან, რომ უკეთეს შემთხვევაში ორივე მხარე კმაყოფილი ვიყოთ და ორივე მხარე მოვიგოთ. კარგი რამე მოხდა. აზერბაიჯანის სომხეთის ის კონფლიქტური ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა და გახსოვთ, რომ დაძაბული სიტუაცია მას მერე, რაც აზერბაიჯანმა მიიერთა ის ტერიტორია, იყო და თანაც რთულ ადგილზე იყო. იქაც მთავარი არის, რომ მეზობლები ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოგვარდნენ და ისინი მორიგდნენ. ჩვენ რა ინტერესი გქონდა, ეს მეორე თემაა. მაგრამ მთავარი ეს მოხდა, თორე ჩვენთვის უკეთესი როგორი შეიძლება ყოფილიყო, ეს ცალკე საკითხია. და ვთქვათ, რა გვაწყობდა, ისე როგორც ეხლა მოაწერეს ხელი თუ ისე როგორც ვთქვათ ადრე იყო. ხო, ეს ცალკე თემაა. ხო, ჩვენ როგორ გვაწყობდა, მაგრამ რაც მოხდა, კარგი მოხდა. ამიტომ ამას უნდა მიესალმო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში შანსი იმისი, რომ აფეთქდეს, არ არის. ხო, სიტუაცია. ანუ რეგიონში თუ სიტუაცია დალაგებას იწყებს, დარჩა ორი კონფლიქტური კიდე რა ქვია, ავტონომიური ტერიტორია, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იყო და რომლებიც რუსეთს აქვს ნაღიარები. იქ რა სიტუაცია გვექნება? შეუწყობს ეს ყველაფერი ხელს ამას და გამოვიყენებთ ამას კარგად, ხომ კარგი. ეს რომ ყველაფერი კარგად გამოვიყენოთ ამისთვის, ის კარტები, რომელიც ეხლა ვთქვი, დასავლეთთან ხელში უნდა გეჭიროს თუ დაყრელი უნდა გქონდეს. და თანაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამოდენიმეჯერ ვთქვი კიდევაც ეს, ვის ელაპარაკებიან ისინი. იმათმაც ხომ კარგად იციან, თუ ჩვენ ქართველებმა ვიცით, რომ დღევანდელი პირველი პირები
არჩეული პარლამენტი და ამ პარლამენტიდან მერე შემდგომ უკვე დანიშნული და ამ პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა და ლეგიტიმაციას პარლამენტი აძლევს სუსტ სიტუაციაშია და თანაც არა მარტო იმიტოა სუსტი რომ 100 კაციც არ აყავთ. ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს. ანუ პარლამენტი ნახევრად შემდგარი პარლამენტია. და ეს მათ მაგაც კარგად იციან. სულ ყველა მოთამაშე ჩვენმა მეზობლებმაც კარგად იციან გაწვის ყველაფერი. ყველა მიცის ჩვენ შიგნით რა გვჭირს. არამედ კიდე ყველაზე მთავარი რაც არის. ეს ადამიანები არ არიან პირველი პირები. ეს ხომ იციან იმათმა. ეს ხომ იციან რომ ჩვენ სინამდვილეში პირველი პირი სხვაგან არის. ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ზის. ის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მისი წარმომადგენლები აწარმოებენ ამას, რომელსაც ქვიათ, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა. ქართველმა ხალხმა ხმა მიცა ადამიანს, რომელიც ოფიციალური თანამდებობით არსად არ არის. მაგრამ ეს ადამიანი მართავს სიტუაციას. ასეთი სისტემები რასაკვირველია ბევრგან არსებობს. აი deep state-ზეა ლაპარაკი, ხო? Deep state-იც ნიშნავს იმას, რომ გავლენას ახდენს რეალურ სახელმწიფო პოლიტიკაზე. ვიღაცა ადამიანების ჯგუფი. ერთი ადამიანი არა, ადამიანების ჯგუფი. ჩვენ შემთხვევაში deep state-ი ერთი ადამიანია, რომელიც გავლენას ახდენს ხელისუფლებას. და თუ ტრამპი deep state-ს ებრძვის, მაშინ გამოდის ბიძინასთან როგორი ურთიერთობა უნდა კონდეს და ვის უნდა ელაპარაკოს? ყობახიძეს უნდა შეხვდეს და ელაპარაკოს, ხო? პრემიერ-მინისტრს, რომელიც პარლამენტმა ერჩია და იმ პარლამენტს, რომელსაც ცოტათი უჭირს. მინიმუმ ცოტათი უჭირს, თუ ბევრად არა. იმას უნდა ელაპარაკოს და თან ნახეთ მანერა, რა ტიპია და როგორ ლაპარაკობს. ხო, ზელენსკისთან საუბარი ერთ-ერთი პირველი ლიდერს სახელმწიფოს მეთაურს ვისაც შეხვდა. ხო, როგორი საუბარი იყო. ჩვენთან როგორი ლაპარაკებს, თქვენ როგორ ფიქრობთ? და ვის უნდა შეხვდება კი? ხო, ვის უნდა შეხვდეს? თუ გაუშვებს ალბათ ეტყვის რომ ეხლა მე შემარცხვენ და გამიშვებ იმ ადამიანთან რომელიც სინამდვილეში არ წყვეტს ამას და რადგანაც მე ეს ადამიანი წავა ვიღაცას და ელაპარაკება ისე გამოუშვებს ისიც ვიღაცას რომელიც დაელაპარაკება ამას მე ორივენი წავლენ და პირველ პირებს მოახსენებენ მოლაპარაკების შედეგებს ასეთი რეჟიმი გვაქვს პუტინიც ვის დაელაპარაკება კარგით, თქვათ ტრამპი ესეთი არ დაელაპარაკება, ტრამპი ნუ დაელაპარაკება, აქეთ ამ ხარეს ხო დაელაპარაკება. და პუტინი არც არ დაელაპარაკებია ამას. მით უმეტეს ეხლა როგორ უნდა დაელაპარაკოს. ხო ისიც ხო ელაპარაკება ვიღაცა ადამიანების პირით. ანუ ჩვენ ვართ ისეთ რეჟიმში, რომ დიდად მაგარი კარტი ხელში არ გვიჭირავს. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც კი, როდესაც აუცილებელი იყო, იმიტომ რომ აზერბაიჯანს დიდი გავლენა აქვს, არა მარტო კავკასიაში, როცა მთლიანობაში ვლაპარაკობთ, ხო? მან შეძლო ის, რომ ისეთ ქვეყანას, როგორც საფრანგეთია, მასთანაც კი ჭიდაობს. აზერბაიჯანი, კარგად იცით, რომ რამოდენიმეჯერ სოკარის ის გამოჩნდა და ყველა მიცის, რომ სოკარი აზერბაიჯანის პირდაპირი გავლენაა, ხო, ერთ-ერთ ყოფილ ფრანგულ კოლონიაში. ნუ ყოფილიც არ არის, ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, და როცა საფრანგეთზე ვლაპარაკობთ, ისიც იმპერია იყო და მასაც დღესაც აქვს გავლენები აფრიკულ ქვეყნებზე, ოკეანეთში აქვს გავლენები, ხო? ანუ მას აქვს და ჩრდილო აფრიკაზე საერთოდ ხო ალჟირზე და იმაზე ალბათ გახსოვთ ხო დეგოლი საერთოდ ალჟირის საკითხს გადაყვა ხო ანუ მე ამას რატო ვამბობ ჩვენ რა კარტი გვიჭირავს ხელში ჩვენ ამაზე ვიფიქროთ და მე ეს როგორ უნდა შეიცვალოს უკეთესისკენ იმიტომ რომ ერთის მხრივ რაც თქვით რომ დიდ ნაწილს აქვს იმის შიში რომ ადამიანები რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულან უკვე როგორ იქცევიან და ესენი თუ ხელისუფლებაში მოვლენ რას იზავენ კაცმა არ იცის და ეს შიში ამის გამო ამ ადამიანებს აქტიურს არ ახდის და ხანდახან აქტიურს კი არა აგრესიულსაც კი ხდის დემონსტრანტების წინააღმდეგ იმიტომ რომ შიშის მომენტია რომ ესენი ქვეყანას დაღუპავენ ესენი ჩვენ რას გვიზავენ ხო მარტივი რაღაცები ვერ გადაწყვიტეს ეგ მომენტი ისევე როგორც ვერ გადაწყვიტეს რომ ომი გინდას როცა ამბობდა ხელისუფლება ამათ ის არ დაუპირისპირებია და რა ომი გვინდა გიჟები ხომ არ ახართ რატომ გვტენით ამ ამბავს ვის რა ჯანდაბათ უნდა ომი ეს ომი იქნება რამოდენიმე საათიანი იმიტომ რომ ერთხელ ვიჭხუბეთ ვიომეთ გაგულახეს და ჩვეულებრივი ამბავია ეგეც ესეც მესმის თუ ადამიანს ჭხუბი ცხოვრებაში მოსულია და თუ ყოფილა ისე რომ თავს დამარცხებულად გრძნობს იმიტომ რომ იმ სიტუაციაში მინიმუმ ვერ გაიმარჯვა რევანშისკენ აქვს ასაკვირველია მიდრეკილება ოღონდ აქაც სასურველი არ უნდა აგერიოს
მერე რეალურ სიტუაციაში. როცა შენ სურვილი გაქვს იმისი რომ რევანში აიღო, მაგრამ ამ რევანშს ვერ მოახერხებ, მერე ადამიანს გეცქება გონება, თუ ჭკვიანი ხარ ადამიანი, რასაკვირველია, რომ მაქსიმუმი მაინც მიიღო, რომ დაზარალებული ნაკლებად გამოხვიდე. იმისგან ბოდიში მაინც მიიღო ისეთი რომ ღირსეულად დარჩე რაღაც შენს დამოკიდებულებაში რომელიც გაქვს. მერე იმასაც ფიქრობ როგორ შერიგდე, რა გააკეთო და თუ ის ბოდიში ისეთია მოხდილი და თუ იქაც ღირსეულია მტერიც ხანდახან არის ღირსეული შეგხვდება კაც და ბედნიერი უნდა იყო ამეთი თუ ატყობ რომ იქაც ღირსეული მტერი ყავს მერე იმ მტერთან როგორ უნდა ილაპარაკო ისე რომ შეიძლება იმანაც ისეთი ნაბიჯები გადმოს მეგობრებიც კი გახდეთ ესეთი რამეც ხდება სახელმწიფოებში იგივე ხდება იმიტომ რომ ადამიანები მართავენ ამ სახელმწიფოებს და ადამიანური თვისებების მატარებლები არიან ხელისუფლებები რომლებიც მოდიან და ის ხელისუფალნი რომლებიც მართავენ და პასუხს აგებენ ხოლმე ერის ასე ვთქვათ წინაშე და მე მსოფლიოს წინაშეც ხო ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ეხლა ეს კითხვები დავსვათ ჩვენ ვართ კარგ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი პირველი პირები რომლებიც დაждდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან ისინი არიან ისე მზად რომ ყველაფერს ისე გასცენ პასუხი როგორც ჩვენ გვინდა იმიტომ რომ მათი მოგება ქვეყნის მოგებაა თუ ისინი სუსტად არიან წარმოჩენილები მათ აქვს სუსტი მხარეები და შეხედეთ რამდენი სუსტი მხარეებია შენს ერთთან ვერ ლაპარაკობ ტრამპის იმას რა ქვია რა განსხვავებაა ხო ხანდახან როცა ამბობენ ხოლმე და იმაში რა ქვია ვიღაცას მოაგონდა რომ და ბევრმა ჩემო ახლობელმა მითხრა კიდევაც სოციალურ ქსელებში დაეწერა ბრეჟნევის ის გვეგონაო კაცო პირველი ის როცა გაიხსნა ხო კონგრესში ყველაფერზე ფეხზე წამოდგომა ტაშის ყრა და ეს ჩანდა და გავდა სწორედ იმ კომპარტიის ყრილობებს რაღაცით ბრეჟნევის დროინდელს რაც ჩვენს თაობას კარგად ახსოვს ჩვენზე უფრო თაობას ალბათ კიდე უფრო ხრუშჩოვის დროინდელის ახსოვს ხო მაგრამ განსხვავება უდიდესი იყო იქ იჯდა მეორე ნაწილი რომელიც იმაზე რეაქციას ერთგვარ არ ქონდა და ტაშსაც არ უკრავდა არც ფეხზე დგებოდა არც ტაშს უკრავდა ეს არის განსხვავება იქ ვიღაც ამოუხდა და ეჭხუბა ხო და გააძებეს იმიტომ რომ ჭხუბში და იმაში მაგრამ ეს არის ის თავარი სხვაობა ეს შეუძლია და ბოლოს მიმართა კიდევაც კიო ვერ გაგახარებთო თქვენო ისეთ რამეს ვერ გეტყვითო რომელსაც თქვენ ტაშს დაუკრავთო ხო ეს ჯერ კიდევ მოყვება ეს ინერცია თუმცა ეს მან იცის რომ ეს ის ნაწილია რომელიც მისი მოქალაქეები არიან და მათი გულიც უნდა მოიგოს მათი პრეზიდენტიც არის ჩვენ შემთხვევაში რა გვაქვს ჩვენ შემთხვევაში გვაქვს რომ ესენი საკუთარ მტრები აგენტები მათი განადგურებაზეც რომ იდგეს საქმე ალბათ ყველას არ გავანადგურებთ ალბათ მაგრამ იმდენს კი მოვერევით და შეფასებებს შეხედეთ ხოლმე ადამიანები როდესაც იქით ამ ხარეს თუნდაც კიდევ ამბობ ბიჭო მოწინააღმდეგეა შენი მაგრამ თუ ისე იქცევა ვაშკაცურად იქცევა რაღაცას არ უშინდება ხო პოლიციელები ვიღაცას ურტყავდნენ ერთ ბავშვს და მეორე სამი ბავშვი მიეხმარა მე იმ ბავშვების მხარეს ვიყავი რა მნიშვნელობა ის ბავშვები მტრები არიან მოწინააღმდეგეები არიან როდესაც ასეთი ძალა იმითი ჩაცმული ეკიპირებული და ესენი რა ქვია ხლაპუშკებს ესროდნენ და ამ ჭიდაობაში რო არიან ესეთები იყვნენ ის ქართველები რომლებიც ომობდნენ როცა მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერი იყო და ძალიან მეტი იყო მაგრამ ომობდნენ მეომარი სული აქვს ვიღაც ფული რა ფული უნდა გადაგიხადონ ასე რომ იჭხუბო რა ფული უნდა მოგცენ იმდენი რომ ფულის გამო წახვიდე და სიცივეში რა ქვია მითხარით ესეთი ვინახართ ეგეთი რა ქვია ამ ფულის გადახდის გამო ამდენის გაკეთება შეგიძლიათ ვინ ხართ ეგეთები ხო სად ხართ რამდენად აფასებთ რომ აი რამდენად შეაფასებდი 10,000 რომ მოგცენ გააკეთებ მაგას 15 რომ მოგცენ თუ 500 მზად ახარ ხო დაფიქრება ხო უნდა იქით ამ ხარესაც ხო უნდა შეხედო რომ როდესაც ხედავ რომ იქცევა რა ვაშკაცურად მე რა რომ მოწინააღმდეგე რა ვიცი ვაჟაბშაველას უყვარს ის სტუმარ მასპინძელის და მტერთან ურთიერთობის მომენტი მტრები იყვნენ ისინი ერთმანეთის კაცო რა ვიცი ზვიადაური და რაღაცეებით აღთოვანებულები ვართ და კიდევ ამბობ ეფხვი და მოყმისისა ვართ რა ქვია ერი და ამ დროს შენსავე იმისაც კაცო რა ქვია შენი ეროვნების შენი იმისი რა ქვია მეზობლის ქუჩის გაღმა რო ცხოვრობს შენი უბნელის შენი მოქალაქის შენი ვიღაც ის რომ მოვიდეს რა ქვია მტერი რომ შემოგივარდეს და არც ეგ არავინ ღმერთმა არ იცის კიდე როგორ განვითარდება სიტუაცია ხო იმან ავტომატი უნდა იყოს ხელში და იუმოს იმას გვერდზე უნდა ედგე და ისევე როგორც შემართებითაც ის ჭხუბობს ისე უნდა იჭხუბოს შენ ზოგადად მტერი იქნება შემოსული ხო შეიძლება ეგეც მოხდეს იმიტომ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში ვართ ღმერთმა ქნას რო წავიდეს იქითკენ რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს აი გამიხარდა რომ გვერდზე ჩვენ მქონდა სომხეთზე დიდი გავლენა ქონდა რუსეთს და რაში შეიძლებოდა სომხეთის გამოყენება ერთადერთი რაც შეიძლებოდა სომხეთის გამოყენება ეს იყო სიტუაციის აფეთქება
ხო, დაძაბვა სიტუაციის და აფეთქება სამხედრო ბაზაა იქა და აქედან გამომდინარე ნებისმიერი პროექტის ჩაშლა შეეძლო მისი საშუალებით. სომხებმა დიდი გმირობის ფასად გააკეთეს ეს, რომ თავიანთ თავს ყარაბაღის დათმობით ჩაჯდნენ სხვა ამპლუაში. ანუ კავკასიაში შეიძლება რომ დღეს ასფეთქებადი სიტუაცია ნაკლები იყოს. ვერც რუსია აფეთქებს, ვერც თურქია აფეთქებს, ვერც ირანელი აფეთქებს, ეს გარემო უნდა შეიქმნას. ჩვენ რა ვშვებით ამ დროს და შეგვიძლია თუ არა ამ სცენარში ჩავჯდეთ და ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენება. აი ჩინელებზე არის ხშირად საუბარი ხოლმე რომ ეხლაც მიდის რომ არ აპატიებს ჩინეთთან. არ არის ეგრე, იმას აპატიებენ. ასეთი რაღაცები აქ სხვა კრიტერიუმებზია ლაპარაკი. სხვა ფორმებზია. შენ რო შენი ინტერესი გაქვს და შენ რო აბალანსებ რუს, ჩინელს, ამერიკელს, ეგ ევროპელმაც იცის, ამერიკელმაც იცის, რუსმაც იცის და ჩინელმაც იცის. ეს ბუნებრივი რამეა. ოღონდ როგორ აბალანსებ ამას? რანაირად ახერხებ იმას, რომ ამ მაგიდასთან რომ მოდიხარ, შენ თვითონ როგორ გაქვს დალაგებული? თუ აფეთქება შემიძლია სიტუაციის. თუ შემიძლია რომ ხვალვე რომელ მხარესაც არ უნდა ვიყო, გინდა რუსის მხარეს, გინდა ამერიკელის მხარეს, გინდა ირანელის, გინდა თურქის, გინდა ნებისმიერ მეზობლის, პირდაპირ უშუალო მეზობლის. თუ შემიძლია რომ აგიფეთქო სიტუაცია, დაგიძაბო სიტუაცია, თუ შემიძლია რომ მოლაპარაკების მაგიდაზე სუსტი კარტით იყო, იმიტომ რომ სხვანაირად აჭრილი გაქვს სიტუაცია და იძულებული ხარ რაღაცაზე უკან დაიხიო. და რატომ აკეთებ ისე რომ მე გმირობები დაგჭირდეს? რომ ქართველმა ხალხმა, იმიტომ რომ მე იმისი რა ქვია, პირველი პირის გმირობა გადმოდის იმაზე, ხო, მოსახლეობაზე. იმ პირველი პირის აგმირი ვიყო და რა იყო, ეს კიდე ცალკე თემებია, მეფეები, ყოლია, მაგრებიც, კარგებიც, ბოლო ისტორიაც გავიხსენოთ, კაცო. ხო, საომარ მდგომარეობაში შევედით, პირველი სახელმწიფო ვიყავით, ვინც მე არის უკრაინა. პირველი სახელმწიფო ჩვენ ვიყავით, ვინც რუსებს ომი გამოუცხადეთ და ვეომეთ ფაქტიურად. ვერა ვიცილეთ ეს ომი. არგუმენტები რამდენსაც გინდათ გეტყვის, რა ქვია, სააკაშვილი და მასი არგუმენტები გასათვალისწინებელია და ბევრ რაღაცაში სწორადაც იმას იზავრო, კი ბატონო, ეს შექმნილი მდგომარეობა ესე იყო. და იქ რო ვაფასებთ ამ იმას, რა ქვია, აქ მეორე მხარეს როგორ არის? ამერიკელი რუსთან შედარებით არ არის, რა ქვია, მკაცრი მოთამაშე, მას თავისი ინტერესები არ აქვს. თუ ისა არ ეცდება თავისი ინტერესების გატარებას, ევროპელი როგორია? ევროპას მივეჩვიეთ, რომ სუსტი იყო ყოველთვის და კავკასიაში მას ყოველ შემთხვევაში 18-21 წლების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ვერ შეძლო. რაღაცა ეტაპი აკავებდა სიტუაციას, მერე ფაქტიურად ისე აღმოჩნდა, რომ იმ დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში ჩვენ ასე ვთქვათ გავიწირეთ. და თან რაღაცები ჩვენი ბრალიც იყო, რაღაცები ვერ შევძელით. ხშირ შემთხვევაში ესე არის. არ იყო საკმარისი ის რაც გავაკეთეთ და ის წინააღმდეგობაც მე რომელიც უკვე სამხედრო წინააღმდეგობამდე არ უნდა მიიყვანო საქმე და სამხედრო წინააღმდეგობის დროსაც კიდევ ფორმები არსებობს, ხო, როგორ შეგეძლო ამის გაკეთება. ბევრი შეცდომები გვაქვს აქაც დაშვებული. დღევანდელ სიტუაციას არ უნდა მივიდეთ და ღმერთმა დაიფარო სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეთ. დღევანდელთან სრულიად სხვა გარემოა, სრულიად სხვა ტექნოლოგიებია შემოსული, სრულიად სხვაგვარად ხდება. ხო, დღეს იმ საკითხებს, რომელსაც მაშინ შეიძლება რამოდენიმე კვირა დაჭირვებოდა იმისათვის, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი მიგეღწია და მტერი გაგენადგურებინა, დაგეკავებინა ეს ტერიტორია, დღეს შეიძლება ეს რამოდენიმე საათში გადაწყდეს. ხო, არის შეერაღების ის ფორმები, რომლითაც შეიძლება რომ ისე გაანადგურო მტერი, ახლოს კონტაქტშიც არ შეხვიდეს ერთად ისე გაანადგურო და მე უკვე განადგურებულში მე გინდა ჯარ შეიყვან და რასაც გინდა გააკეთებ. არის ეს და შეიძლება და ვიღაცებს დღემდე ეგონათ კიდე. ხო, სანამ ჩვენთანაც იყვნენ ადამიანები, აბა გაისურის კაცო იმას ატომურ ბომბს. აი იქნება ვინმე ისეთი, ვინც ამას ხილაკს თიც დააჭერს. ხილაკს თიც დააჭერს კი, ამის სპეციალური ნაწილი არსებობს, კაცო და იმას რა ქვია, წვნებს გადის ამისთვის. და ამისთვის ემზადება, ის იმიტომ გააკეთა, ისე არა, იმდენი ფული იმიტომ დახარჯა იმისთვის, რომ ის თუ დაჭერდა, უნდა გამოიყენოს. და ეს იცის ტრამპმა და ეგ უთხრა. შენ გინდა რომ მე დაველაპარაკო იმას. იმიტომ რომ შენ შენით, მე რომ იარაღი გაწოდო კიდევაც და თუ იმდენი იარაღს მოგასწვი რომ იმას დიდ პრობლემას შეაუქმნის, მე ის ადგება და ატომურ ბომბს მე მესურის. ანუ მე უნდა მომემზადო ხო ამისთვის და ამიტომ გეუბნები რომ ისე მოიქეცი რომ მე იმასთან სალაპარაკო მე მაქვს საბოლოო ჯამში. მე უნდა გადავწყვიტო შენი საკითხი. და აქ საქართველოში როგორ ფიქრობთ როგორ იქნება? ეს ტერიტორია იმ ორის გარდა რომელიც რუსეთმა ცნო, წაიღო, იმ ორის გარდა დანარჩენი როგორ ფიქრობთ ვის იმაშია, რა ქვია, გავლენის სფეროშია. და დათმობს ესე ვიღაცას მიცემს, იმიტომ რომ თურმე შენ კარგი სახარ, რა ქვია, ტიპი, იმიტომ რომ ებძვი იმას LGBT-ს.
ეს LGBT-სთან ბრძოლა წამყვანი და გადამწყვეტი კი არ არის. ეს ერთ-ერთი თამდები რამეა. თორე თავარი სხვა რაღაც საკითხებია. ის რომ ქალია და ორი სქესი არსებობს, რაც ტრამპა გამოაცხადა, ამით კი არ მოვიდა, კაცო, ის მაშინ რა ქვია, საარჩევნოის თავარი კი არ იყო ეგ. და ამას კი არ აკეთებს თავს. ეს ჩვეულებრივი რამეა. ეს ესე უნდა გავიგე. ირანშიც ესეა, ქალია, კაცია, გავიგე, მაგრამ ირანი კი არა ჩემი პარტნიორი, ამერიკელი რო ვარ. კორეაშიც ესეა. და ძალიან ბევრგან არის ესე, კაცო, აზია ლაპარაკი. ჩვეულებრივი რამეა. და ევროპაშიც ეგრე იქნება ხვალვე. წავა აქეთკენ და იქნება, იმან თავისი რაღაც დადებითი ის მოიტანა, რომ კაც არ უნდა სდიო ქუჩაში მაგის გამო რა. ეს მოიტანა ცხოველის გადარჩენაზე ვლაპარაკობდა, ეხლა ცხოველის გადარჩენაზე თუ ვლაპარაკობ, ადამიანი. ხო, ადამიანი ნებისმიერ ცხოველი, ყველაზე ცუდი ადამიანიც კი უფრო ძვირფასია ვიდრე ცხოველი. მარტივი რამე ახლა შეიძლება ადამიანი ძაღლი რომელიც შენ ძალიან გიყვარს და ადამიანი შენი მტერიც რო იყოს, წყალში რო იხჩობოდეს და გადარჩენა თუ გინდა საშუალება გაქვს ერთ-ერთის მარტო. ჩემ ძაღლს გადავარჩენო, მაგი რო გააკეთო, შენივე მეგობარი გეტყვის შენ გიჟი ყუმარ ახარ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი უნდა გადაარჩინო. პირველი ყველაზე ცუდი ადამიანიც ის ადამიანი ცუდი ადამიანი ადამიანია. და ხლა ადამიანებზეა ხო ლაპარაკი. რომელთანაც ერთად კიდევ ამბობ, ცხოვრებაც გიწევს, ურთიერთობაც გიწევს, ჩვეულებრივი რამეა. ეს ფასეულობით იმაში, როცა გადამოიტანეს, რომ გინდა თუ არა ნორმა უნდა იყოსო და რომ გაგიჟდნენ, ხო, ეს გაგიჟების ბოლო ის იყო, მიაღწიეს აი ეს ოლიმპიადა ჩაატარეს და ნახეს რაც არის, აი ეს იყო ბოლო დამთავრდა მაგითი, ხო? ხო, რამე შექმნეს ისეთი, რამე ფასეული მოიტანა. არაფერი, უბრალოდ ერთ რაღაცაში გავერკვიეთ და დავლაგდეთ, დავწმუნდით, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები უნდა გქონდეს, რომ იმ ადამიანებს არ შეიძლება ზდიო, არ შეიძლება იმ ადამიანებს მისცე რაღაცების უფლებები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტალური საკითხი და ამაზე არც არის არაფერი. ამის გამო, რახან შენ ამას აკეთებ, ამიტომ არჩევნებიც გააყალბე. ხელისუფლებაში რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს იქნები და მე მაინც ხარს დაგიჭერ, თორე შენ მაშინ ადგები და გადახტები იმასთან და იმასთან არ ვლაპარაკობ მე. აქ ნატოში რატო არ შევდიოდით ჩვენ? იმიტომ რომ რუსი და ამერიკელი ვერ თანხმდებოდა ამაზე. და ანგარიშს უწევდნენ ხო ერთმანეთს. ეხლა არ გაუწევენ ერთმანეთს ანგარიშს. ეხლა არ ეკნებათ ერთმანეთთან სალაპარაკო, ეხლა მით უმეტეს როცა აქვს სალაპარაკო, კაცო, ამ ხელა უკრაინის საკითხი უნდა გადაწყვიტონ. და თან ისე უნდა გადაწყვიტოს ტრამპმა კარგად იცის, ის ღირსეულად უნდა გავიდეს, თორე მე თავის დროზე დასაწყისშივე ვამბობდი ამას. ეგომი რომ დამთავრდება და ბოლოს და ბოლოს ხო დამთავრდება. მისი შეფასებები ძალიან განსხვავებული იქნება. ერთი მხარეს და მეორე მხარეს იტყვის, რომ ჩვენ მე მოვიგე ეს ომი. ისევე როგორც აგვისტოს ომი სააკაშვილმა მოიგო. აქ საქართველოს საზოგადოებაში სააკაშვილმა აგვისტოს ომი მოიგო. მან თქვა რომ რაც უნდათ მიზანს ვერ მიაღწიეს. ასევე იქნება იქაც ნათქვამი, კიევის აღება უნდათ და ვერ აიღეს. მაგრამ ისე კი არ უნდა გააღიზდეს, ის გაგიჟდეს. ამიტომ ტრამპი ისე იზავს ამას, იმიტომ პრაგმატული ტიპია. განა იმიტომ რაღაცების იმედი, მაგრამ ჩვეულებრივი პრაგმატული ტიპია. ადამიანი რომელიც ქუჩაში, აი სადაც ჩვენ ქუჩას რო ვეძახით, იქ ამერიკულ ქუჩაში აქვს ნაცხოვრები. იქ ამერიკულ ქუჩაში ნაჭიდავებია. სასამართლოებშიც ნაჭიდავებია მე ამათთან. 5ჯერ არის გაკოტრებული და 5ჯერვე მილიარდელი ისევ თავიდან გახდა. ეს წარმოდგენელი გაქვთ რა პიროვნებასთან რა არის, რა ტიპია. იქით ამ ხარეს პუტინია, რომელიც ამბობს, რომ 14 წელიო როგორც მონა გალერაზე ისევ მუშაობდიო. და ეს ადამიანი რო დაჯდება სალაპარაკოდ და წინ ვინუზის ხო უყურებს, კაცო. შეხედეთ როგორ ელაპარაკება, ფეხები როგორ აქვთ ერთმანეთთან, რა აცვიათ, ხელებს როგორ ხმარობენ, რანაირად ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი არის სხეულის ენა, რომელიც უნდა გესმოდეს, ხედავდე, ხო, იმისი არ იყოს, როგორც კი დაჭირდა სამხედრო ფორმა ჩავიდა კურსკში, ჩავიდა და დაანახა. ის ზელენსკი რო იმისი, რა ქვია, არტისტობს ეგ ფორმა კი არა, მე მართლა ვომობ და მართლა აქავარ. ჩამოსული. და უთხრა რომ მე რაღაცებზე კი ბატონო გეთანხმები ორივე ხელით მოგყვები უნდა შეწყდეს ომი აბარა. მაგრამ არსებობს რაღაც კითხვები, რომ ეს ომი რო წყდება მე რა ხდება. და ობიექტური კითხვები მაგეუნება, რამეს ხო არ ვიგონებ, კაცო. იმის არ იყოს სასურველი იქნებოდა ის რომ ტრამპს უკრაინას კი არ მიწოლოდა, არამედ მიწოლოდა რუსეთს. ბიჭო, კიდე იმ სიმაში ინერციით მიდია რა, სასურველები არა, რა არის პრაგმატული იქიდან უნდა ამოხვიდე. და ჩვენ ამას რატო ვამბობ ამას? ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ რითი ვჯდებით სალაპარაკოთ? აი ეს მორღვეული სიტუაცია რა ჩიგრით გვაქვს? ასეთი დაპირისპირება? ერთი მხარე რომ მეორე მხარეს მოღალატეს ეძახის და ამათ უნდა ვუყურებდეთ დანარჩენი საქართველოს ჩვენ.
რომლებიც იქ იმ 40%-ში დარწმუნებული ვარ. მინიმუმ 15-20% ხო არის, რომელიც ფიქრობს იმასაც, რომ ერთად მოგვიწევს ცხოვრება და დაჯდომა და დალაპარაკება. აქეთ ამ ხარეს ამ 53%-შიც ნუ თუ არ არის 10-15%, რომელიც ფიქრობს, რომ მაინც მოგვიწევს იმათთან დალაპარაკება. იმიტომ რომ ის ჩემი ბიძაშვილია. ის ჩემი ის არის, რა ქვია, მეზობელია, ის ჩემი კლასელი იყო. მე რა რო ესე ფიქრობს. ან იქით, ან აქით, რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ ხომ ავართ ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ, რომ ერთიც და მეორეც რაღაცა საერთოზე უნდა შევთანხმდეთ. რო კი ბატონო, ის 30, 1 და 30 მეორე დარჩეს, თუნდაც აი დიდიც ვამბობ. 60% ასე დაპირისპირებული ნაწილი. 40-მა ხო უნდა გავყო ჩუაში ეს. და ხო უნდა ვთქვათ, რომ მაგიდასთან როცა დავჯდებით და იმ ქვეყნებს დაველაპარაკებით, ერევანს დაველაპარაკებით, ბაქოს დაველაპარაკებით, სტამბულს უნდა ველაპარაკოთ, ანკარას, დედაქალაქი, თეირანს უნდა ველაპარაკოთ, ვაშინგტონს უნდა ველაპარაკოთ. ევროპის დედაქალაქის ქვეყნებს ცალ-ცალკე უნდა ველაპარაკოთ, ერთიანსაც უნდა ველაპარაკოთ. პუტინს უნდა ველაპარაკოთ, შუა აზიის ქვეყნებთან გავიგე, გვაქვს იმათაც აინტერესებს. ოღონდ იმათ ვაინტერესებთ ისევე როგორც ჩინეთს ერთი რამისთვის. თუ ჩვენ გასასვლელი ვართ ევროპაზე, თუ ჩვენ ევროპაზე გასასვლელი არა ვართ. ხო, მაშინ ჩვენს გარეშეც თავისუფლად გავლენ აზიურ ქვეყნებთანაც ჩამოვლენ, ინდოეთთანაც ჩამოვლენ და სულ ყველასთან. ჩვენ რისთვისაც ვართ საჭირო. ეს ხომ უნდა გამოვიყენოთ და ეს კარტი ხელში ხომ უნდა გვეჭიროს. ამ კარტეს გადაგდება ხომ არ შეიძლება. ამას პირველი პირი ხო უნდა აცნობიერებდეს და მე მგონი აცნობიერებს, იმიტომ რომ რაღაც ნაბიჯებს ალბათ გადადგავს. უბრალოდ ეგ არის ხოლმე რომ რაღაცა მომენტებში ის ადამიანია მესმის, მაგრამ მას მიაჩნია რომ ესეთი მანერა აქვს მას. ბოლომდე თამაშობს და ბოლოს ინახავს იმ კარტებს, რომელსაც დადებს ხოლმე. ეს სტილი აქვს. და მე ვფიქრობ, რომ ალბათ ამას გადადგავს და გააკეთებს. იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწევს ახლა მივეჩვიოთ ამას. და მივაჩვიოთ ის კი არა, რომ გამარჯვებათ ჩათვალოს როგორც ახლა, აგერ სტუდენტები საკითხი გამარჯვება და ახლა თუ კი არჩევნები დანიშნება, ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ და გამარჯვება იქნება ის, რომ სწორი ნაბიჯი გადაიდგა. და თუ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგავს, იქნება სწორი ნაბიჯების გადადგმა. და ორივე მხარემ უნდა თქვას, რომ ორივემ გავიმარჯვეთ. და ამაზე ვიფიქროთ, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ მოვემზადოთ იმისთვის, რომ შუაში რაც შეიძლება დიდი ფართო ფენა გავაჩინოთ, რომელიც ამ ორ პოლუსს თავთავის ადგილზე, თავთავისი ღირსება შეულახავად, თავთავისი ინტერესების შენარჩუნებით. ოღონდ მოვახერხებთ იმას, რომ ეს ორი პოლუსი რაღაცა ერთ საერთო კალაპოტში უნდა დავსვათ. ერთ საერთო კალაპოტში, რაც ქართული ქვია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბალანსებული პოლიტიკა უნდა მქონდეს ყველა მეზობელთან და ჩაკეტილი ციხესიმაგრე კი არა, ხიდი უნდა ვიყო, გზა უნდა ვიყო. გზა უნდა ვიყო, რომელიც გზაც ამ ყველაფერს აერთიანებს, კრებავს და საერთო ჯამში კავკასიაში საერთო დიდი მშვიდობა უნდა იყოს და ამისი წინაპირობები თანდათანობით უკვე კეთდება და ამაზე უნდა ვიფიქროთ, ოღონდ არავინ არ დაგვიჯერებს, არც ერთ ხელისუფალს არ დაუჯერებს, რომელიც თავის ხალხთან ვერ ლაპარაკობს. ის, ვინც თავის ხალხთან ვერ ლაპარაკობს, ის გარშემო სხვებს ვერ დაელაპარაკება, ატყვილებს მაშინ. და თავის ხალხთან დალაპარაკება უნდა შევძლოთ. ეს უნდა ვთხოვოთ ამ ხელისუფლებას. ეს უნდა გავაგებინოთ ამ ხელისუფლებას. რომ თუ შენ საკუთარ ხალხთან შენ ახან გიჭირს ლაპარაკი, მაშინ უნდა მოძებნო ფორმა, რომ ეს ლაპარაკი შეძლოს იმათმა, ვისაც შეუძლია. იმიტომ რომ არის ორ იმას, რა ქვია, აგურს შუაში ჭირდება, შემავდუღაბებელი, ის რაღაცა ხსნარი, რა ვიცი, წებო, ცემენტი, ანუ რაღაცა მესამე ელემენტი, რომელიც ამ ორს ერთად ალაგებს და საბოლოო ჯამში მე ეს გადააქცევს ერთ მთლიან, ასე ვთქვათ, იმათ რა ქვია, სხეულად. ეს უნდა მოვახერხოთ და ეს უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მისმენდით, ვინც მეთანხმებით, ვინც არ მეთანხმებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისეთი თემებზე ვილაპარაკო, რომელიც საერთო შეთანხმების საფუძველი უნდა გახდეს. ნებისმიერ მხარეს, მარჯვნივაც და მარცხნივაც. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.